Okay. Hare Krishna, მოგესალმებით. გავაგრძელოთ არა, ჩაიდამეტეს კითხვა ქართულ ენაზე. Для русскоговорящих есть прямой чат WhatsApp. Я не знаю, как туда подсоединяться, где Калинди будет просто синхронно переводить. Пожалуйста, спросите Калинди или Луку или Рати. ამ ჩატზე პირველი არ არის ესე სულ მუშაობთ და უნდა შემოგვიერთდნენ. მადლობა. Окей. Хорошо. Დავიწყოთ მაშინ. Jai Shri Chaitanya Jaya Nityananda Jai Dvaita Chandra Jaya Gaura Bhakta Vrinda. Adi Lila meșteț au samuzamesame leksi. Ihan Aisha Shuna Hashripad Abhavidrasane Vaisa Kiba Avasad. რომელი ლექსი ბრძანეთ? Samuzamesame. ხო აქ მობრძანდი თქვენ უწმინდესობაო. რატომ ზიხარ ამ უსუფლავ ალაქს? ასე რამ დაგაღონა? აქ ჩანს სხვაობა უფალ-ჩაიტანია მაჰაპრაბჰუსა და პრაკაშანდა სარასვატის შორის. ბადრეულ სამყაროში თავის ხვებს დიდ მნიშვნელოვან ადამიანად უნდა გააცნოს. ბადრეულ სამყაროში ყველამ თავის ხვებს დიდ მნიშვნელოვან ადამიანად უნდა გააცნოს, მაგრამ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ეცად თავდაბლად და მოუწყოთ გაეცნოს ხვებს. მაევადები ამაღლებულ ადგილას ისწრენ, ხოლო ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ისეთ ადგილას დაждდა, რომელიც სუფთაც არ იყო. ამიტომ მაევადმა სანიასებმა იფიქრეს, რომ ის რაღაცის გამო იყო დამწუხრებული. რის შესახებაც მას პრაკაშანდა სარასვატიმ გამოჰკითხა. Prabhu kahe ami hai hina sampradaya tamatoma sabar sapaya vasiden ayuyai. უფალმა მიუგო მე სანიასების დაბალი ჯგუფიდან ვარ, ამიტომ თქვენთან ერთად დაждდომას არ ვიმსახურებ. მაევადი სანიასები ყოველთვის გაამაყებულნი არიან სანსკრიტის თავიანთი ცოდნით და იმის გამო, რომ ისინი მიეკუთვნებიან შანკარა სამპრადაიას. მათი აზრით ისინი თუ ადამიანი ბრაჰმანი არ არის და სანსკრიტულ გრამატიკაში კარგად არ ერკვევა, ან სანსკრიტში განსაკუთრებით კი გრამატიკას კარგად არ ფლობს, ის ვერ გახდება განდეგილი ან გადაგებული. მაევადი სანიასები ყოველთვის არასწორად განმარტავენ ყველა შასტრას თავიანთი სიტყვათა თამაშითა და გრამატიკული კომპოზიციებით და მაინც შრიბადა შანკარაჩარია თავად გამობდა ამ ეს წავიკითხეთ თითქოს ესე მახსოვს თუ ცდება. შანკარაჩარია თავად მობდა ასეთ სიტყვათა თამაშ, სიტყვებით პრაპტე სანიჰიტე გალე ნაიჰა ნაჰი შრაქშათი დუკრინ კალანე. დუკრინ ნიშნავს სანსკრიტის გრამატიკის თავსართებს და ბოლოს არცებს. შანკარაჩარია აფრთხილებდა თავის მოწაფეებს, რომ მათ არ უნდა აინტერესებდეთ მხოლოდ გრამატიკის წესები, არამედ საყვარელდაცენ გოვინდას თუ არა და ამ სულელებს ვერაფერი ვერ იხსნის. მიუხედავად ამისა, შრიბადა შანკარაჩარიას დაარგებების მიუხედავად, სულელი მაევადი სანიასები ყოველთვის დაკავებული არიან სიტყვათა თამაშით სანსკრიტულ გრამატიკაზე დააყრდნობით. მაევადი სანიასებს ძალიან ემაყებათ, რომ მათ ეს არ წავიკითხეთ წინაზე ბოდიში. ო 68-ზე ვიყავით. ბოდიში, მე მგონი 68-ზე ვიყავით გაჩერებულები. უკაცრავად. Да, мы немножко вернулись назад, я то читаем, что читали уже на прошлой неделе. Сейчас осознал Нандаприя Прабху. Не знаю, сейчас перейдем мы дальше. 68-й текст, да. Переходим на 68-й текст. Отключите, пожалуйста, микрофон. ბოდიშვიხი რადგანაც ეს არასწორად მახსოვდა. 62-ე ტექსტით ვიწყებ წინებულში. სანიასი ჰაია კარანართანაგაიან ფაუკასაბასანგელანა კარასანგირთან. 62 შენ სანიასი ხარ,
რატომ ცეკვავდა მღერი და რატომ ხომ დააკავებული სამკითხალი ფანატიკოსებთან ერთად? ეს გამოწვევა პრაგაშანა სანიასის ასე გამოიწვია პრაგაშანა სანიასიმ ჩაიტანა მაჰაპრაბჰუ. შილა ბჰაქტისინატა სარასვატი თაკურა თავის ანუფაში არის ესე იგი ჩაიტანა ბჰაქტისინატა სარასვატის კომენტარები ჩაიტანა ჩარიტამრიტაზე. ის წერს რომ ჩაიტანა მაჰაპრაბჰუ რომელიც ფილოსოფიური კვლევის ვედანტას ფილოსოფიური კვლევის მიზანია მან ძალიან თავისი წყალობით გვასწავლა გვიჩვენა თუ ვინ არის ვედანტა ფილოსოფიის შესწავლის სწორი კანდიდატი. ასეთი ადამიანის პირველი თვისება უნდა გამოხატა თვითონ შეჩედანა მაჰაპრაბჰუმ თავის შიქშაშტაკაში. ტრინადა ბისუნი ჩენაზარორი ვასაჰიშნუნა ამანინა მანადენა კირსანიასა და ჰარი. ეს სიტყვები მიუთითებს იმაზე, რომ ვედანტას ფილოსოფიაზე საუბარი და მისი მოსმენა უნდა მოხდეს მოწაფეური თანმიმდევრობის გზით. ადამიანი უნდა იყოს ძალიან თავდაბალი და მორჩილი, ხეზე უფრო ამტანი და ბალახზე უფრო დაბალი. ის არ უნდა ითხოვდეს თაყვანისცემა საკუთარი თავის მიმართ, არამედ მზად იყოს თაყვანი მიაგოს ყველა სხვას. ასეთი თვისებები მას ღირს ხდის შეისწავლოს ვედური ცოდნა. Vedanta Bhattanathyana Sanyasira Dharma Sahajadi Karagena Bhavukera Karma. Meditatsiya და ვედანტის შესწავლა სანიასის ერთადერთი მოვალეობებია. რატომ მიატოვა ეს მოვალეობები, რათა იცეკო ვიღაც ფანატიკოსებთან ერთად? როგორც განმარტებულია 51 ლექსში, მაევადის სანიასები არ იწონებენ გალბას და ცეკვას. პრაგაშანა და სარასვატი სარუფაუმას მსგავსად ვერ მიხვდა შეჩაიტანა მაჰაპრაბჰუს ჩანაფიქს და იგი მიიჩნია გზა ასწელილ ახალგაზრდა სანიასს. ამიტომ კითხა მას თუ რატომ ურთიერთობა ფანატიკოსებთან ერთად იმის მაგივრად რომ სანიასის მოვალეობა შეესრულებინა. Apavede kiyatoma sakshal narayan hinachara karagena ite kikaran. ჩვენ შანკარა სამპრადაის ვიკუთვნი არა ბოდიში ნახდება ცოტა მაბნევს რაღაცები არა შეხაგავაგზავებ ისეთივე შუქმფენი ხარ როგორც თავად ნარაენა ხო გაგვიმარტე რატომ იქცევი ისე როგორც დაბალი კლასის ხალხი განდეგილობის გამო ვედანტას შესწავლისა და მედიტაციის ასევე ყოველდღიური მარეგულირებული პრინციპების კაცრი დაცვის გამო მაევადის სანიასები უთუოდ ღვთისმოსავი საქმიანობის დონეზე არიან მაგრამ ამრიგად პრაგაშანა და სარასვატი თავისი ღვთისმოსავობის გამო მიხვდა რომ ჩაიტანა მაჰაპრაბჰუ უბრალო ადამიანი არ იყო არამედ თავად ღვთაების უზენაესი პიროვნება გახლდათ საკშად ნარაიან მან იგი თავად ნარაიანზე მიიჩნია მაევადის სანიასები მიმართავენ ერთმანეთს ნარაიანად ვინაიდან ისინი ფიქრობენ რომ ყველა საბოლოო ჯამში გახდება ნარაიანა ან შეეწმება ნარაიანას შემდეგ ცხოვრებაში პრაგაშანა და სარასვატიმს მოიწონა ჩაიტანა მაჰაპრაბჰუ როგორც უშუალოდ ნარაიანსგან მოსული არ უშუალოდ ნარაიანს გამხდარი ადამიანი და ამიტომაც ჩაიტანა მაჰაპრაბჰუს არ ჭირდებოდა შემდეგი ცხოვრებისთვის დალოდება რომ ნარაიანი გამხდარიყო ასე თქვა ამ ცხოვრებაში ვერ იყო ნარაიანი გამხდარი ერთი განსხვავება ვაიშნავ და მაევად ფილოსოფოსებს შორის ის არის რომ მაევადი ფილოსოფოსები ფიქრობენ რომ სხეულის დატოვების შემდეგ ისინი შეერწყმიან ნარაიანას სხეულს მაშინ როცა ვაიშნავ ფილოსოფოსებს ესმით რომ ამ სხეულის სიკვდილის შემდეგ ისინი გახდებიან ტრანსცენდენტული სულიერი ისინი მიიღებენ ტრანსცენდენტულ სულიერ სხეულს რომლის საშუალებითაც ურთიერთობა ექნებათ ნარაიანასთან.
პრაბჰუ კაჰეშუნა შრიბადი ჰარაკარან გურუ მორე მურქადეჰი ტარილა საშან შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ პრაკაშანდა სარასვადის ასეთი რამ მიუგო ჩემო ბატონო თხოვის მინო მიზეზი ამისა ჩემი სულიერი მოძღვარი პრივკათ მთვლი და ამიტომაც ასე დამსაჯა როცა პრაკაშანდა სარასვადი უფალ ჩაიტანიას კითხა თუ რატომ არ სწავლობდა არც ვედანტას და არც სანიასის წესებს იცავდა უფალმა ჩაიტანიამ პრივკათ წარუდგინა თავი ამით იმაზე მიუთითა რომ ჩვენი დრო ანუ კალიუგა მხოლოდ სულელებითა და არამზადებითაა დასახლებული რომელთაც სრულყოფილების მიღწევა არ ძალუძს არც ვედანტას ფილოსოფიის შესწავლისა და არც მედიტაციით. შასტრები განსაკუთრებით ყოლადღებას ამახვილებს შემდეგზე: ჰარე რამ აივა კევალამ. ჩხუბისა და პირმოთნეობის ამ ეპოქაში ხსნის ერთადერთი გზა უფლის წმინდა სახელთა გალობაა. სხვა გზა არ არის, სხვა გზა არ არის, სხვა გზა არ არის. კალიუგაში ხალხის უმრავლესობა იმდენად დაცემული და წარწმენილია, რომ მხოლოდ ვედანტას სუტრას შესწავლით მათ სრულყოფილების მიღწევა არ ძალუძს. ამიტომ ადამიანმა მთელი გულისხმობით უნდა იგალობოს უფლის წმინდა სახელი. მურქადუმი დომარნაჰი ვედანტათიკა კრიშნა მანდრა ჯაპასაია ჰეი მანდრასა შენ სულელი ხარ ბრძანა მან და ვედანტას ფილოსოფიის შესწავლა არ ხელგეწიფება. ამიტომ მუდამ კრიშნას წმინდა სახელი იგალობე, ეს არის ყველა მანტრისა და ვედური ჰიმნის არსი. შილა ბhaktisanta saraswati goswami maharaj ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს: ადამიანის სრულყოფილად აღასრულებს ცხოვრების დანიშნულებას, თუ კი სულიერი მოძღვრის სიტყვებს შეურყევად ასრულებს. სულიერი მოძღვრის სიტყვასა უხმოდ აღიარებას შაბდა ვაკე ეწოდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მოწაფემ სულიერი მოძღვრის დარგებები შეუპყრობად უნდა შეასრულოს. შილა ვიშვანთა შაკრევარდი თაკურა ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მოწაფემ სულიერი მოძღვრის სიტყვები ცხოვრების აზრად უნდა აღიაროს. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ იგივეს ადასტურებს ამ ლექსში. სულიერი მოძღვარმა მხოლოდ წმინდა კრიშნას წმინდა სახელთა გალობა ბრძანაო. ამიტომ მუდამ კრიშნა მანტრას გალობდა. კრიშნა ყოვლის წყაროა, ამიტომ როცა ცოცხალი არსება სულად აცნობიერებს მას, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ურთიერთობა კრიშნასთან სრულყოფილებამდე ასული. კრიშნას ცნობიერებას მოკლებულს მხოლოდ ნაწილობრივ ესმის კრიშნა, ამიტომ თავის ბუნებრივ ჭეშმარიტ მდგომარეობაში არ იმყოფება. თუმცა შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ღვთაების უზენაესი პიროვნება კრიშნა, ამ მთელი სამყაროს სულიერი მოძღვარია, იგი მოწაფის როლში დადგა. რადგან მაგალითად ესწავლებინა რაოდენ დიდი რუდუნება და სიმკაცრეა საჭირო სულიერ მოძღვრის თანაბარების შესასრულებლად. ჰარე კრიშნა მაჰამანტრის გამეორება. ისაც ვედანტას ფილოსოფიის შესწავლა დიდად არ იზიდავთ, შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუსგან უნდა დაიმოწმა. ამ ეპოქაში არავის ხელით ეხება ვედანტას შესწავლა. ამიტომ უკეთესია უფლის წმინდა სახელთა გალობა არც მთელი ვედური ცოდნისა. ამას ადასტურებს თავად კრიშნა ბჰაგავად-გიტაში. ედა ისჩა სარვაი რაჰამევა ვედიო ვედანტა ტრიდ ვედა ვიდ ევეჩაჰამ. ვედანტას შესწავლის მიზანი ჩემი შეცნობაა. მე ვარ ვედანტას შემცვლელი და ვედათა ცოდნე. ბჰაგავად-გიტა 15:15. ამ ლექსებს ბოლოდაც იყენებენ ეგრეთ წოდებული საჰაჯიები, ყველაფრის იოლა და აღქმელნი, რომელთაც თავი ვაიშნავად მოაქვთ, მაგრამ მათთვის ვედანტას სუტრებსა და ვედანტას ფილოსოფიას არავითარი ფასეულობა არ აქვს. აქედან დასკვნა, რომ ჭეშმარიტ ვაიშნავმა უნდა შეისწავლოს ვედანტას ფილოსოფია, მაგრამ ამის შემდეგ როდი უნდა მიატოვოს უფლის წმინდა სახელთა გალობა, რამე თუ ასეთ შემთხვევაში არაფრით იქნება მაიავადებზე უკეთესი. ადამიანი არც მაიავადი უნდა გახდეს და არც ვედანტას ფილოსოფიის არცოდნე უნდა იყოს. ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ ხომ ეს ცოდნა პრაკაშანდას არაცოდნესთან საუბრისას გამოავლინა. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ვაიშნავი ბოლომდე უნდა ერკვეოდეს ვედანტას ფილოსოფიაში. მაგრამ ისიც უნდა ახსოვდეს, რომ ვედანტას შესწავლა თვითმიზანი არ გახლავთ. ამიტომ წმინდა სახელის გალობისადმი ტოლვა არასოდეს უნდა გაიმელოს. ერთგულს უნდა ესმოდეს, რომ ერთგულად საჭირო ვედანტას ფილოსოფიის გაგებაცა და წმინდა სახელთა გალობაც.
ვედანტას შესწავლით, კაცი თუ იმპერსონალისტად იქცა, მას მისი არსი ვერ გაუგია. ამის დასტურს გვაძლევს ბhagavad gita. ვედანტა ნიშნავს ცოდნის ბოლოს. ცოდნის ბოლო ანუ მიზანი ხომ ცოდნაა კრიშნას შესახებ, ვინც არ განსხვავდება თავად წმინდა სახელისაგან. ზერერ ვაიშნაებს საჰაჯიებს ვედანტას ფილოსოფია და მასზე 4 დიდ აჩარიას კომენტარები არ აინტერესებთ. გაუდია სამპრადაიაში დაწერილია კომენტარები ვედანტაზე. გოვინდა ფაშა. საჰაჯიებს კი ისინი ყოველთ მიუღებლად და სულის წარწყვეტ ფილოსოფიურ ასლს და ჭიდილად მიაჩნიათ. აჩარიებს კი შერეული კლასის ერთგულებს უწოდებენ. ამით ჯოჯოხეთისაკენ იკვალავენ გზას. ხოლო სულელი თუ მიათოვებს სულიერ მოთხუს სახურებას და საკუთარ თავს სულიერ ცოდნაში უაღრესად დაძინებლად ჩათვლის. ასეთი სულელების შესაჩერებლად ჩაიტანა მაჰაბრაბჰუმ თვითონ გვიჩვენა მოწაფის ჭეშმარიტი მაგალითი. სულიერ მოწყვლისათვის კარგადაა ცნობილი თუ როგორ დაასაქმს მოწაფე მოცემული მოვალეობის შესრულებით, მაგრამ თუ მოწაფე მოძღვარზე უფრო ჭკვიანად ჩათვლის თავს, მის ბრძანებას სულში აქცევს და დამოუკიდებლად დაიწყებს მოქმედებას, ამით მისი სულიერი წინსვლა შეჩერდება. ყოველმა მოწაფემ საკუთარ თავი კრიშნას მეცნიერებს უცოდინრად უნდა ჩათვალოს, სად უნდა იყოს სულიერი მოძღვრის მითითებათა შესრულებისათვის. რათა ამით კრიშნას ცნობიერის მეცნიერებას დაეუფლოს. სულიერ მოძღვრის წინაშე მოწაფემ ყოველთვის უვიცად უნდა წარმოადგინოს თავი. ამიტომ ზოგჯერ ვითომ და სპირიტუალისტები ისეთ სულიერ მოძღვარს აღიარებენ, რომელიც იმის ღირსიც კი არ არის, რომ მოწაფეები იყოლიოს, ვინაიდან მოწაფეებს მისი კონტროლის ქვეშ მოქცევა სურთ. ეს სულიერი შემეცნებისათვის სრულად უარგესი მეთოდია. ამ სიგზე კომენტარებია. რა ვიცი, მოდება ცოტა გავისაუბროთ ამაზე. ესე იგი, აქ მთელი აზრი ის არის, რომ ჩაიტანა მაჰაპრაბჰუს ეს პასუხი არის რაღაცა აბსოლუტურად გენიალური რა, ესეთი რა ვიცი, ისტორიაში რო არ არსებობს. რატო არ სწავლობ ვედანტას, რატო ცეკვავ, რატო პასუხად ის ამბობს, რომ მე ესე იგი სულიერმა მოძღვარმა მითხრა ერთი რა. შენ სულელი ხარ, შენ ვედანტის შემსწავლელი მაინც არ ხარ და ამიტომ ჯობია წმინდა სახელი იგალობო. ხო, ამით ვითომ ახლა ხო ამით ძალიან დიდი დარიგება მისცა მათ, ესე იგი შენ შეგიძლია ისწავლო ვედანტა, ვედანტა ამ შემთხვევაში არა მარტო ვედანტას ნიშნავს, ვაიშნაური თვალსაზრისით ვედანტა ნიშნავს შრიმად ბhagavatam-ს. თუ შრიმად ბhagavatam-ი არის კომენტარები ვედანტას სუტრაზე. შრიმად ბhagavatam-ის საშუალებით ჩვენ შევიცნობთ კრიშნას. აი კრიშნას შეცნობაა ვედანტას მიზანი და არა ნარაენას ხელში შერწყმა. და ამით ესე იგი ჩაიტანა მაჰაპრაბჰუ ეუბნება, რომ ამ ეპოქაში ვედანტას შესწავლის ძალა არავის არ შეძლებს, არავის არ აქვს იმის კვალიფიკაცია, რომ ვედანტა შეისწავლოს. ამიტომ მოცემულია წმინდა წერილებში მეთოდი, რასაც ქვია წმინდა სახელთა გალობა. როგორც ერთადერთი გზა ხსნისა, ერთადერთი გზა ღმერთის შეცნობისა და ასე შემდეგ. სხვა გზა არ არსებობს. ესე იგი, წმინდა სახელს იგალობებ განპირობებულ მდგომარეობაში, შუალედურ მდგომარეობაშიც თუ გნებავთ და განთავისუფლებულ მდგომარეობაში. არასოდეს არ წყდება წმინდა სახელთა გალობის ის რა, არასოდეს არ დგება ესეთი მომენტი, რომ შენ ხდები ღმერთი, ან რაღაც ან ვიღაცა და წმინდა სახელთა გალობა აღარ გჭირდება. ესეთი რამ გამორიცხულია. პირიქით, რაც მეც გალობს წმინდა სახელს, მით მეტი გინდა. იმიტომ რომ ხვდები, რომ წმინდა სახელი არის თავად კრიშნა. ასე რომ ეს ასე ვთქვათ, ათეისტური ფილოსოფია, მაევადური ფილოსოფია, ხო სრულად მიუღებელია ვაიშნავისთვის. ხო, აი ეს ნუ მთელი აზრი ეს არის აქ რა და როგორ განმარტავს შილა პრაბჰუპადა ამ ასე ვთქვათ, მთელ როგორ განმარტავს იგი ერთი წუთით სახელ შევცვლი აქ ჩემს იმაზე, იმიტომ რომ სამსახურებრივი შეხვედრა მქონდა ეგღან მანდაბრიას ვერ დავერქმევდი. ხო როგორ განმარტავს აი ამ ვითომ ამ ერთ პატარა აზრს როგორ აღრმავებს და როგორ სიღრმისეულად შედის მასში. ხო. ნუ აი თითქოს რა ვიცი რა, ვითომ ჩვენ მეც აფერს არ ვაკეთებთ, რომ რაღაც პრასას მივირთმევთ და ვღერი ვარ და ცეკვავთ, მაგრამ
ზოგი მართლა მეც არაფერს არ აკეთებს, მაგრამ აი სინამდვილეში ჩვენ ვისაც უნდა ვიკითხოთ წიგნები რა ერთ შილაბრაუბაძის წიგნები უნდა შევისწავლოთ, უნდა ჩავაღმავდეთ ძალიან ყველაფერს, რომ აი კრიშნას მეცნიერებას, კრიშნას ცნობიერების ფილოსოფიას ძალიან კარგად დავეუფლოთ. ხო, კიდევ შემდეგი ამ მომენტი აქ არის სულიერ მოძღვრის დარიგება. სულიერ მოძღვარი გეუბნება ამას, ამიტომ შემას აკეთებ. იმიტომ რომ მისი დარიგება ჭეშმარიტ სულიერ მოძღვრისგან მიღებული დარიგება იგივეა რომ პირდაპირ კრიშნასგან მიიღო დარიგება რა. თანამედროვე ასე ვთქვათ საზოგადოებაში ესე ძალიან მიუღებელი, იმიტომ იქ თანამედროვეობაში ავტორიტეტების პრინციპი არ არსებობს. რაც გასაგებია, იმიტომ რომ ერთი მხრივ, იმიტომ რომ არავინ ისე წერტიტესიერი ავტორიტეტი მაინც არ არის გამიგეთ. ასე რომ არავინ არ ფლობს ჭეშმარიტებას, სანამ არ მიაგნებ ჭეშმარიტ აჩარიას. ისეთ აჩარიას, აი რომ წინსაც ახლა ვკითხულობ ჩვენ, შეიძლება პრაბჰუპადასა და ამ გურუ პარამპარას წარმომადგენლებს ამ დიდ აჩარიებს, მათთან უკვე გორჩილი ჯდომა და მოსმენაა საჭირო. უნივერსიტეტში და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, დილობა საჭიროა, თავაზიანობა საჭიროა, მაგრამ ის არ არის, რომ ჩემმა ლექტორმა ყველაფერი იცის. თუმცა იმ სფეროში, რასაც გვასწავლის, ალბათ ჩემზე მეტი გაცილებით მეტი იცის. და გინდა არ გინდა რაღაც უნდა მოусმინო. მე რასაც ვერ გაიგებ, სწორი კითხვები უნდა დავუსვო და ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს ბრმა მორჩილებას და იმას რა. ხო? ესე იგი, მაგრამ აი ეს გურუ უკვე სხვა დონეა. წერშმარიტი სულიერი მოძღვრის სადმე მორჩილება სხვა დონეა. ისევ და ისევ არ ნიშნავს ბრმად რაღაცების შესრულება. არასდროს არ უყვარს რამდულ გურუს, არასდროს არ უყვარს ვინმე რომ მიმდევარია მისი ბრმად. ეს არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებს მას. ანუ გაუაზრებლად რომ მიყვება და ბრმად რომ მიყვება მის დარიგებებს. ეს ძალიან ძალიან არასწორია. ჩვენ არა ვართ რაღაცა დიქტატორული ისა რა, თქო საზოგადოება, სადაც აი ვიღაცა გასას გეუბნება, შემდგომ შეასრულო, აი ესე რა. ნუ გარკვეული ხა ეს არ არის სწორი რა, იმიტომ რომ საჭიროა როგორც გურუ, ასევე მოწაფეს, ორივე იყოს კვალიფიცირებული. მაშინ ხდება ყველაფერი მიდის კარგად. ხო. კარგით, მოდით გავაგზავნოთ კითხვა. ყოველ სულიერი თუ მიატოვებს სულიერი მოძღვრის სახურებას და საკუთარ თავს, სულიერ ცოდნაში უაღრესად დაწინაურებულად ჩათვლის. აი ნამდვილი სულიერი მოძღვარი, ჭეშმარიტ სულიერი მოძღვარი, როცა შენ ხვდები მის განუსხვავებლობას კრიშნასაგან, საკშატ რიტვენა სამასთა შასტრა, დილობით რომ ღვერით. ჭეშმარიტ სულიერი მოძღვარი არ განსხვავდება ჰარისაგან, კრიშნასაგან. ხო, აი ასე რა. ხო, ამით დამოუკიდებლად თავის მოწაფეს თავი არ მიაჩნია, მოწაფეს რა ის ყოველთვის ფიქრობს, რომ ის აზია, ასე ვთქვათ, მიჯაჭვური, მიმაგრებული, ის სიტყვებს არ გადაუხვევს. იმიტომ რომ ის სულიერ მოძღვარს ისეთი სფეროებიდან მოაქვს ცოდნა, სადაც ჩვენ არ გვაქვს არა ვართ იქ რა, ვერც მიხვდები იქ, ჩვენ ლოგიკა იქ ვერ წუდება. ტრანსცენდენტულ სამყაროს. ხო. ასეთი სულელების შესაჩერება ჩაიტანა მააბრაჰამ თვითონ გვიჩვენა მოწაფის ჭეშმარიტი მაგალითი. სულიერი მოძღვრისთვის კარგადაა ცნობილი თუ როგორ დაასაქმოს მოწაფე მოცემული მოვალეობის შესრულებით, მაგრამ თუ მოწაფე მოძღვარზე უფრო ჭკვიანად ჩათვლის თავს, მის ბრძანებას სულში აქცევს და დამოუკიდებლად დაიწყებს მოქმედებას, ამით მისი სულიერი წინსვლა შეჩერდება. ყოველმა მოწაფემ საკუთარი თავი კრიშნას მეცნიერების უცოდინრად უნდა ჩათვალოს და მზად უნდა იყოს სულიერი მოძღვრის მიზიდებათა შესრულებისათვის, რათა ამით კრიშნას ცნობიერების მეცნიერებას დაეუფლოს. სულიერი მოძღვრის წინაშე მოწაფემ ყოველთვის უიცად უნდა წარმოადგინოს თავი. ამიტომ ზოგჯერ ვითომ და სპირიტუალისტები ისეთ სულიერ მოძღვარს აღიარებენ, რომელიც იმის ღირსიც კი არ არის, რომ მოწაფეები იყოლიოს. ვინაიდან მოწაფეებს მისი კონტროლის ქვეშ მოქცევა სურთ. ეს სულიერი შემეცნებისათვის სრულად უვარგისი მეთოდია. ვინც სრულყოფილად არ ფლობს მეცნიერებას კრიშნას ცნობიერების შესახებ, ვერ იქნება ვედანტას ფილოსოფიის მცოდნე. ვედანტას მოჩვენებითი შესწავლა კრიშნას ცნობიერების გარეშე, გარე ენერგიის, ანუ მაიას ქმედება, სანამ ადამიანს ამ არაცვალებადი მატერიალური ენერგიის თვალის სამქმევი ნიშნები იზიდავს, იგი ხდება უზენაესი პიროვნებისადმი ერთგულების გზას ვერ დაადგება.
ვედანტას ფილოსოფიის ჭეშმარიტი მიმდევარი ერთგულია უფალი ვიშნუსი, დიათა შორის უდიადესისა, მთელი სამყაროს მას უგმულებლის, სანამ ადამიანი შეზღუდულობის მსახურობის ზღვას არ გადააბიჯებს, იგი უსასრულოს უზენაეს ვერ მიაღწევს. ცოდნა უსასრულოსი ჭეშმარიტი ბრაჰმა გიანა, ანუ ცოდნა უზენაესის შესახებ. ისაც ანგარებითი მოღვაწეობა და სპეკულაციური ცოდნა იზიდავს, ვერ ჩაწვდება ფასეულობას უფალი კრიშნას წმინდა სახელისა. ახსოვს ეს მარადიულობითა და ნეტარებით. მის თავი შეაფარა წმინდა სახელს უფლისა, რაც თავად უფლისაგან არ განსხვავდება, მას არ მოეთხოვება შესწავლა ვედანტას ფილოსოფიისა. რამე თუ მისი შესწავლის შედეგებს უკვე ეზიარა. ვისაც არ შესწევს უნარი იგალბოს კრიშნას წმინდა სახელი, არამედ წმინდა სახელს კრიშნასაგან განსხვავებულად მიიჩნევს და ამიტომ თავშესაფრად ვედანტას შესწავლა გაუხდია უფლის შესაძლებლად, უდიდესი ბრეყია, რასაც ჩაიტანა მაჰაპრაბჰუ პირადი საქციელით ადასტურებს. ის ფილოსოფოსი მოაზროვნელი, რომელსაც ვედანტას ფილოსოფიის შესწავლა აკადემიურ კარიერად გაუხდიათ, ასევე მატერიალური ენერგიის თვალებად უნდა მივიჩნიოთ. ადამიანი, რომელიც უფლის წმინდა სახელს გამუდმებით გავლობს, უკვე გასცდა უმეცრების ოკეანეს, ამიტომ თვით დაბიო ოჯახში დაბადებული, ვინც წმინდა სახელს გავლობს, ვედანტას ფილოსოფიის შემსწავლებლებზე გაცილებით მაღლა დგას. ეს დადასტურებულია შრიმად ბჰაგავატამში. აჰო, ბატა შმაბაჩო თოგარიან, ია ჯიბაგრე ვართათენა ამათოფიამ, თებუს თაბასტე ჯუჰუ სასნურარია, ბრაჰმანოჩუ ნამაგრინანტიეთე. ძაღლის მჭამბელთა შორის შობილსაც კი, ვინც კრიშნას წმინდა სახელს გალობს, წინა ცხოვრებაში ყველა სახის ასკეტიზმი და ეპიტიმია გაუვლია და ყოველგვარი ვედური იაგია შეუსრულებია. ბჰაგავატამი მე-3:33-7. ეს სასწაული ლექსია რა, ესე იგი ძაღლის მჭამელიც რო იყო, ხო? და თუ წმინდა სახელებს გალობ, ხო ესე ყველაფერი გაგავლილი უკვე რა წინა ცხოვრებაში გათავებული გაყოლაფერი. წმინდა სახელს თუ მიაჯაჭვე, მორჩა, ესე იგი შენ ხარ უდიდესი ადამიანი, მე სასწაული რამეა და სულ ერთი ასად ხარ დაბადებული. ეს რა ჩვენთან დიდად ისეთი აქტუალურია თემა არ არის, მაგრამ ინდოეთში ხო განსაკუთრებით იმ დროს როცა ეს ყველაფერი იწერებოდა ასევე ფაქტისთან და სარასვათის ბოლო რამდენიმე საუკუნეა მოკლედ რა ეს როცა კასტურმა ბრაჰმანებმა ეს მოკლედ ხელში ჩაიგდეს მთელი ეს პრივილეგიები ხო აი მარტო ბრაჰმანის ოჯახში დაბადებულმა შეიძლება იგალობოს წმინდა სახელი მარტო მას შეიძლება მიიღოს ინიციაცია განსაკუთრებით მეორე ინიციაცია და ასე შემდეგ ამის გასახარწყლად აი პირდაპირ შინაგან ბაგავატამი გვეუბნება ძაღლის მჭამელთა ოჯახში შვაბაჩო მე მგონი მაგას ნიშნავს შვაბაჩო ძაღლის მჭამელის ოჯახშიც რა ნუ ამას დაბალი ის არ არსებობს რა ვედური იმაში ძაღლი როგორ უნდა ჭამო ხომ ხო ნუ ასე დაბალი ადამიანიც კი ხდება ეგრევე ბრაჰმანი კი არა და უფრო მეტიც შემდეგი ადგილი ვედებიდან გვეუბნება რიგბედო თაიაჯურვედა სამვედო ფიჰათარვანა ათითასთენაიო ենოქთამ ჰარი იტაქშარადვაям ის ვინც ორ მართვას ჰარი გალობს უკვე შესწავლილი აქვს 4 ვედა რიგ სამა იაჯურ და ათარვა ამ ლექსების სარგებლობს ზოგიერთი საჰაჯია, ყველაფრის ზერერად მაღიარებლები, ვინც საკუთარ თავს ვაიშნებს უფრო ამაღლებლად მიიჩნევენ. სინამდვილეში კი ვედანტას სუტრებსა და ვედანტას ფილოსოფიასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. მაგრამ ჭეშმარიტ და ვაიშნავმა უნდა ისწავლოს ვედანტას ფილოსოფია, ხოლო მისი შესწავლის შემდეგ არ უნდა მიატოვოს უფლის წმინდა სახელთა გალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მაევადებს არაფრის ჯობია. ამიტომ მაევადებად ყოფნა სრულად გაუმართლებელია, თუმცა ადამიანს მოეთხოვება კარგად ერკვეოდეს ვედანტას ფილოსოფიურ საკითხებში. სინამდვილეში ჩაიტანა მაჰაპრაბჰუ პრაგაშანდა სარასვატისთან ვედანტა ფილოსოფიის ღრმა ცოდნა გამოავლინა. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ვაიშნავი ბოლომდე უნდა ერკვეოდეს ვედანტას ფილოსოფიაში. მაგრამ ვედანტას შესწავლა თვითმიზნად არ უნდა გაიხადოს, არ მიატოვოს წმინდა სახელთა გალობა. ერთგულს თანამედროვედ უნდა ესმოდეს ვედანტას ფილოსოფიისა და წმინდა სახელთა გალობის მნიშვნელობა. თუ კი ვედანტას შესწავლით ადამიანი პერსონალისტი გახდა, მას ვედანტას მნიშვნელობა ვერ გაუგია.
ეს დადასტურებულია ბჰაგავად გიტაში. ვედანტა ნიშნავს ცოდნის ბოლოს, ცოდნის საბოლოო რგოლი გაგება კრიშნას. ვინც საკუთარი წმინდა სახელისაგან არ განსხვავდება. წერილები ვაიშნავები, საჰაჯიები არ უთმობენ დროს ვედანტას ფილოსოფიის შესწავლას, რასაც 4 დიადი აჩარია მოგვიწოდებს. გაუდია სამპრადაიაში არსებობს ვედანტას კომენტარები, წოდებული გოვინდა ფაშიად. მაგრამ საჰაჯიებს ისინი მიუყარებელ ფილოსოფიურ აზრთა ჭიდილად მიაჩნიათ, ხოლო აჩარიებს შერეულ ერთგულებად მიიჩნევენ. ამით ისინი ჯოჯოხეთისაგან მიმავალ გზას იკაფავენ. ასაული კომენტარები. ეს ისტორიას მოგიყვებით. იყო ერთი ძალიან დიდი ერთგული, ერქვა ვალაფა ფატა. ვალაფა ფატა იყო ჩაიტანე მაჰაპრაბჰუსთან მოდიოდა მოკლედ და ძალიან გასწავლული ვაიშნავი იყო, ძალიან ცნობილი, ძალიან დიდი და რამდენჯერმე შეხვდა ჩაიტანე მაჰაპრაბჰუს. მისი უშუალო მოწაფე არ ყოფილა. ხო და მოკლედ რამდენჯერმე შეხვდა რაღაც გარკვეული ის ქონდა რა სიამაყე რაღაცნაირი და ჩაიტანე მაჰაპრაბჰუ ძალიან ისე ექცეოდა მოკლედ თან პატივისცემით თვითონ თან ძალიან რბილად უსწორებდა და ანუ ის აღიარება რაც ვალაფას უნდოდა ჩაიტანე მაჰაპრაბჰუსგან ხო ვერასოდეს ვერ მიიღო. ვალაფა შედარებულია ინდრას, აი როგორც ინდრა გაამაყდა და ის კი არა და ესე იგი გაბედა და ვრინდავანის დატბორვა მოინდომა წვიმით. შემდეგ კი კრიშნამ გოვარდჰანა აწია დაიფარა ვრინდავანის მაცხოვრებლები და ესე იგი ინდრას ეს სიამაყე მოკლედ ისქნა რა დათრგუნა ძალიან თუ ასწავლა ინდრას. აი ესეთი მსგავსი შედარება ინდრასთან არის შედარებული. ვალაფა არ ვიცი ინდრა იყო თუ არა ეს არ ვიცი ამდენი არა მე მგონი არ არის ნათქვამი მაგრამ შედარებულია აი ინდრას საქციელს ინდრას ხო ერთხელაც მასთან ჯერ ერთხელ შეხვდება ვარანასიში თუ ალჰაბა რაღაცა რა მოკლედ არ მახსოვს უკვე მე მგონი მათურაში კრიმაში ვრინდავანისკენ მიმავალ გზაზე და მეორეჯერ თვითონ ჩამოვა ჯაგანთაპურიში ჩაიტანე მაჰაპრაბჰუსთან რომ მოვა ეუბნება კრიშნაზე მომიყევიო ჩაიტანე მაჰაპრაბჰუ უი მე რა ვიციო კრიშნა იცისო რამა უნდა რაემო სვარუპა დამოდა რა ნუ თავის ერთგულებმა რა მე იმასგან ვსწავლობ მე აფერ არ ვიცი კრიშნა ხო რო ეუბნება რომ ესე იგი ჩემთან კი უნდა მოხვიდე პირადად არამედ შენ ერთგული უნდა გახდე ჩემ მსახური უნდა გახდე თუ გინდა ო მოკლედ ესა და მე ნუ ეს ვერაფრით ვერ დაკმაყოფილდა ეს ხაჭა ხო და ერთშვენია დღეს მოდის და ეუბნება რომ უფალ ჩაიტანეო შენ რო უზენაეს უფალ ხდებოდა ვინც იყო უფალ ჩაიტანე მაგრამ ეს სიამაყე ხელს უშლიდა რა ხო და ისაო მე დავწერეო წიგნიო თუ ძალიან დიდ სწავლულად მიაჩნდა თავი და იყო ალბათ კიდევაც რა გარკვეულად დავწერე წიგნი შიმად ბჰაგავატამსა წმინდა სახელზე გეხოცები მომისმინეო ჩაიტანე მაჰაპრაბჰუ პასუხად ეუბნება წმინდა სახელზე მე ვიცი მარტო ორი რამ მეტი არაფერი რომ წმინდა სახელი რომ კრიშნა ეს არის გობიჯანა ვალაფა და იაშოდა ნანდანა მეტი აფი არ ვიცი ანუ არავითარ ფილოსოფიური ის არ ჭირდება წმინდა სახელზე ანუ კრიშნას სახელი ანუ კრიშნა არის გობიჯანა ვალაფა და იაშოდა ნანდანა გობიჯანა გოპი ნიშნავს გოპებს, გოგოებს, ასევე გოპას, გობიჩებს, კაცებს, ქალებს, ანუ ვრინდავანის მაცხოვრებლებს რა. გოპი ჯანა ნიშნავს ხალხს. გოპი ჯანა არის ეს ხალხი რა, ვრინდავანის მაცხოვრებლები. ვალაფა ნიშნავს მათი შეყვარებული რა, იმასაც როგორც კრიშნას უყვარს ხო გიждდება იმათ რომ უყვართ ხო გიждდებიან კრიშნას. მაგრამ კრიშნასაც ძალიან უყვარს.
ნუ ეს ვის უფრო უყვარს მეტად საკითხავია, სულ შეჯიბრია რა სიყვარულში. გოპიჯანავალ კრიშნა წმინდა სახელი არის ის, რომ კრიშნა არის გოპიჯანავალ, მორჩა. ეგერთი და იაშოდა ნანდანი. ესე იგი იაშოდა შვილი. всё, მეტი აფე არ ვიციო რა. ანუ არანაირი იმის მოსმენა არ მაინტერესებს. სპანელი განმარტების, ანუ ეს ფილოსოფიური რაღაცები. არა, აი წმინდა სახელი ეგ არის რა. როცა ხვდები რომ კრიშნა და მისი სახელი ერთ ეგივეა და კრიშნა არის ეს აი ეს მელახილე ბიჭი, პატარა ბიჭი. всё, აი არის მთელი ფილოსოფია წმინდა სახელის არის ეგ. მეტი აფი კრიშნას სახელი და კრიშნა ასე ერთი და ეგ. აი ეს მას ახლა გამახსენდა ეს ისა რა, აი ესეთი აი აქამდე რომ ახვალ ხო რა ვიცი ეს არის მაშინ უკვე სწორად ივეორებ კრიშნას სახელებს რა. შემდეგი ლექსი 73. კრიშნა მანდრა ჰაითე ჰაბე სამსარა მოჩან კრიშნა ნამა ჰაითე ბაბე კრიშნა რაჩარან. ასწავლი ლექსი. უბრალოდ კრიშნას წმინდა სახელის გალობით ადამიანი მიწიერი ყოფიერების მარწუხებიდან თავის უფლება და მართლაც. უბრალოდ ჰარე კრიშნას გალობით ადამიანი უფლის ლოტოსის და წერფებს იხილავს. აი ესე იგი, აფი არ გჭირდება რა, კრიშნას წმინდა სახელს გალობა განთავისუფლებას გაგათავისუფლებს მატერიალურ ყოფიერებისგან და არა მარტო ამას, კრიშნას ლოტოსის და წერფებს დაგანახებს. თავის ანუ ფაშაში ში ფაქტისი დანდასარასოდი გოსვამი გვიხსნის ტრანსცენდენტული ცოდნის მიღწევის უშუალო და მყისეულ შედეგს. ადამიანი უმალვე მაიას კლანჭებიდან თავისუფლდება და მარტოოდენ უფლის სამსახურის აღსრულებელი ხდება. სანამ ადამიანი უზენაეს ხდების ზონაეს პიროვნება მუკუნდა სამსახურს არ დაიწყებს, იგი გარეგანი ენერგიის გავლენით შესრულებულ ანგარებით საქმეებს თავს ვერ დააღწევს. მეორეს მხრივ, საკმარისი ადამიანმა უფლის წმინდა სახელების შეურაცხყოფის გარეშე წარმოთქვას, რომ იგი აღიმართება ტრანსცენდენტულ მდგომარეობამდე, რომელსაც სიცოცხლის მატერიალიზმური შეხედულების წამბილწველი გავლენა არ ეხება. უფლის სამსახურში დაკავებული ერთგული ხდების უზენაეს პიროვნებას ხუთიდან ერთ-ერთი დამოკიდებულებით უკავშირდება. შანტა დასია საქეა ვაცალია ან მათურია. და ამ ტრანსცენდენტულ ურთიერთკავშირის ნეტარებით დგება. ამგვარი კავშირების სხეულის და ჭკურის ფარგლებს მიღმა. ოდესაც ადამიანი ხვდება, რომ უფლის წმინდა სახელი ხდების უზენაესი პიროვნებისაგან არაფერი განსხვავდება, იგი უფლის წმინდა სახელის სწორად გალობის ღირს იქმნება. ასეთი ერთგული, რომელიც სულიერი ექსტაზის გალობსა ცეკვავს, უფალთა უშუალო კავშირში იმყოფება. ბედური გაგებით სულიერი განვითარება სამსაფეხურად იყოფა. სახელდება სამბანთა გიანა, აფითეა და პრაიოჯანა. სამბანთა გიანა ხდების უზენაეს პიროვნებასთან საკუთარი პირველადი კავშირის აღდგენას გულისხმობს. აფითეა ამ კავშირის შესაბამისად მოქმედებას ნიშნავს, ხოლო პრაიოჯანა სიცოცხლის უმაღლესი და საბოლოო მიზანი, ანუ ღმერთის სიყვარულის განვითარებაა. პრემა უმართლობან თუ ადამიანი სულიერი მოძღვრის მიერ მოცემულ წესებს გულმოდგინედ მიხვება, სიცოცხლის უმაღლეს მიზანს იოლად ეწევა. ვინც ჰარე კრიშნა მანტრას ერთგულად გალობს, ხდების უზენაესი პიროვნების პირდაპირ სამსახურის საშუალებას იოლად ღებულობს. ასეთ პიროვნებას ისეთი გრამატიკული თავსადეხებით გონების გადატვირთვა არ სჭირდება, რითაც მაიავა და სანიასები არიან დაკავებულნი. ამაზე ამახვილებდა ყურადღება შრი შანკარაჩარიას ნაჰი რაქშეთი დუკრინ კარანე. უბრალოდ გრამატიკული წინსართებითა და თანდებულებით თამაში ციკლისაგან თავს ვერავინ დაიხსნის. გრამატიკოსები კი ჰარე კრიშნა მაჰამანდრის მგალობელ ერთგულს გონებას ვერ აუმყრევენ. მარტივი ფაქტი, რომ ერთგული უფლის ენერგიას მიმართავს სახელით ჰარე, ხოლო უფალს სახელით კრიშნა, მიზეზი ხდება იმისა, რომ ძალიან მალე უფალი ერთგულის გულში ბინას მკვიდრად დაიდებს. რათასა და კრიშნას მიმართვით ადამიანი მათ აღმატებულებათა პიროვნულ სამსახურში ერთვება. ყველა განდობილ წერილთა და ყოველი ცოდნის არსი უმალვე სახეზეა, ოდენ ადამიანი უფალსა და მის ენერგიას ჰარე კრიშნა მანდრის სახით მიმართავს. რამე თუ ამ ტრანსცენდენტულ ხმოვანებას ძალუს
სრულიად გაანთავისუფლოს განპირობებული სული და უშუალოდ უფლის სამსახურში ჩააბას იგი. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ განგებუძილესი ბრიყვის სახით წარმოგვიდგა. მაგრამ ერთ რამეს აცხადებდა, სულიერი მოძღვრის ყოველი დარიგება ვიასადება შრიმად ბჰაგავატამის სწავლებასთან წყობში იდგაო. ცეცურთეთ. ანართო პაშამამ საკშატ ბhakti yoga matho kshaje lakshaya janato vidvam chakre sattva samhita. ცოცხალი არსების მიწერი ტანჯვანი, რომლებიც ესოდენ ზედაპირულია მისთვის, ერთგული სამსახურის დამაკავშირებულ ხერხს შეუძლია განახაროს. მაგრამ ხალხმა ეს არ იცის, ამიტომ სწავლულმა ვიასადებამ უზენაეს ჭეშმარიტებაზე მომთხრობია წერილი მოგცა. ნიჭიერი სამყაროსათვის მახასიათებელი ყოველი გაუგებრობისა და ტყვეობის გადალახვა იოლად შეიძლება ფაქტი იოგას თვით. ამიტომ შრი ნარადას მიერ დამოძღვრილმა მიმდევარმა მოწყალევი ასადებამ შრიმად ბჰაგავატამი გაგვაცნო, რათან განპირობებული სულები მაიას კლანჭებიდან ეხსნა. ამიტომ სულიერმა მოძღვარმა უფალ ჩაიტანიას ასწავლა. ყოველდღიურად და გულისხმობით ეკითხა შრიმად ბჰაგავატამი, რათა თანდათანობით ჰარე კრიშნა მაჰამანდრის გალობისადმი მიზედულობა განუვითარებინა. ესეც ძალიან გრძელი კომენტარებია, თუმცა მალე მთავრდება. იმდენი მომენტი აქვს, თითო სიტყვაზე შეგვიძლია გველაპარაკა, მაგრამ ჯობია შილაპრაბჰუპადა და მილაპარაკოს. ესე იგი, წმინდა სახელი, ანუ ფაქტი იოგა ამ შემთხვევაში, ხო, ზოგადად. თუ მუკუნდას არ ემსახურებ. თუ ემსახურებ უბრალოდ მუკუნდას. მუკუნდა არის კრიშნას სახელი. მუკუნდა ნიშნავს ისეთ შეუძლია განთავისუფლება მოგვანიჭოს რა, განთავისუფლებას მომნიჭებელს. ამას ნიშნავს მუკუნდა. ასევე ნიშნავს მუკუნდაც ძალიან ლამაზი სახის კუნდა არის ესეთი ყვავილიც, კუნდას სახესავით ლამაზი სახე, ყვავილით ლამაზი სახე რო აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ხშირად მუკუნდა იხმარება განთავისუფლების მომნიჭებლის მნიშვნელობით. ანუ ის რომ მატერიალური ენერგიას თავს ვერ დააღწევ ვერაფრით ეს გასაგებია რა. აი სულ რაღაც პრობლემებში ვარ. სულ აი დაალაგებს რაღაც სიტუაციას მე რაღაცა შეიცვლება, გაფუჭდება. აი ყოველთვის ნუ მატერიალური ენერგია არასდროს არ მოგვასვენებს, ანუ არასდროს არ მოგცემს საშუალებას ბოლომდე მუდამ ვიყოთ ასე ვთქვათ წყნარ მდგომარეობაში, ხო? იმიტომ რომ ეს ჩვენი მდგომარეობა არა, ეს ჩვენი ადგილი არა, ეს ჩვენთვის არაბუნებრივია რა. ეხლა თუ გინდა ამას თავი დააღწიო, ერთ-ერთ უნდა შეაფარო თავი მუკუნდას. სხვა გზა არ არის, ვერაერთ ვერ განთავისუფლდება, ხო? ვისაც პრინც ფაქტი იოგაშია დაკავებული, მისთვის მუკუნდას წყალობის მიღება ძალიან იოლია. შემდეგი, ვინც წმინდა სახელს იმეორებს, ის იხილავს კრიშნას ლოტოსის ტერფებს. და ერთ-ერთ რასაში შევა კრიშნასთან იმ ხუთიდან. ესე იგი, კრიშნას სიყვარულს აფეხურამდე მიჰყვა, მაგრამ შილაპრაბჰუპადას უწერია, ვინ შეურაცხყოფების გარეშე გალობს. აი, ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ამბობს, რომ სულიერ მოძღვარმა მითხრა წმინდა სახელი იგალობე, მე კიდე ექსტაზში ჩავარდი. შემდეგ ვნახავ ცოტა ხანში ამემ. ხო, რატო? იმიტომ რომ ის გალობდა წმინდა სახელებს შეურაცხყოფის გარეშე. აი, ჩვენ კიდევ გალობთ და არავით არის არც ექსტაზი, არც არაფერი, ხო? ნუ ეს იმიტომ რომ არ ვაფარებთ, არ გვაქვს თავი შეფარებული წმინდა სახელს, მაგრამ ძალიან მარტივი მიზეზის გამო. იმისათვის წმინდა სახელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სწორად გავიმეორებ, უნდა ვიკითხოთ წიგნები, უნდა კარგად ვსწავლობდეთ ამ ფილოსოფიას, რომ ძალა გქონდეს. და აი ეს შემართება იმისა, რომ სწორად წავიკითხოთ წმინდა სახელი. ჩვენი ძალა არ გვეყოფა იმისათვის, რომ წმინდა სახელი სწორად გამოვთქვათ. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ისეთ ვედრების მდგომარეობაში რა, რომ უნდა ვიყოთ თავდაბალი. თავდაბალი თუ არა ხარ, ხო? ამ ვერაფერს ვერ შეედრები. შენი ვედრება იქნება არ იქნება ძალა ერთ სიტყვით რა. ვედრება ნიშნავს, რომ ძალიან თავდაბალი ხარ, ხო მართ არა? ამიტომ ტრენერაპის უნიჩენა, უნდა იყოს თავდაბალი. ეს ერთი. მეორე, რაც არ უნდა მდგომარეობაში იყო, ხო? არ შეაჩერო წმინდა სახელის. აი, იყო ამტანი, შესავით ამტანი. არ შეაჩერო ფაქტი იოგა, არ შეაჩერო წმინდა სახელის გამეორება.
ეხლა კარგად ავარ გალობთ, მინდა სახელმწიფო, ცუდად არ გავიმეორებ. სანამ ჯანმრთელები ვართ, დაიმახსოვრეთ ერთი რამე, ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება სხეულმა ესე შეგაწუხოს, არ დაგავიწყდეს ყველაფერი ქრიშნაზე. საერთოდ მოგინდეს არაფერი. სანამ გვაქვს საშუალება რომ ვიმეოროთ სერიოზულად, რომ გადავლახოთ ეს სხეულის დონე, თორე სხეულმა ისეთი გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენზე, რომ მორჩა რაღაცას ვერ იზამ, სანამ კარგად ვართ, მაქსიმალურად უნდა ვიმეოროთ. შემდეგ, როცა ბედრების მდგომარეობაში ხარ, ესე იგი, ყოველთვის არასდროს არ მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებულ არავისგან პატივს არ ელოდები რა, არ ითხოვ არავისგან, რომ აი მე მეცით პატივი, მე დამაფასეთ, არა და მზად ახარ ყოველას პატივის. ამ მდგომარეობაში თუ გალოცს მინდა სახელს აუცილებლად მიხვალ ექსტაზის მდგომარეობამ. აუცილებლად ნელა-ნელა. ამ მდგომარეობაში მე კრიშნა მიგვიღებს გამიგეთ. კრიშნა მიგვიღებს ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ შეგვიფარებს, მიგვიღებს ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს სახელთა გალობა, გალობისას ის უარს ამბობს უბრალოდ, რომ ჩვენი ასე თქვა ჩადენილი შეურაცხყოფები მიიღოს თუ რა ქვია იმას ну აი უარს ამბობს მათ გათვალისწინებაზე, ну აი შეურაცხყოფას არ იყენებს ჩვენგან, არ ღებულობს. მაგრამ კრიშნას სახელების გალობა ძალიან ძნელი. ხო ერთ სიტყვით ჩვენ ძალა არ შეგვწევს რა, აღარანაირი კვალიფიკაცია არ გვაქვს, არავინ არ თქოს ვინმე რამე კვალიფიცირებული. ვინმე ვიღაცაზე ცოტა მეტი თუ იცის ან რაღაცა არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ არ გვაქვს სათვაგუნას კვალიფიკაციები, ჩვენ არ გვაქვს ბრაჰმანული კვალიფიკაციები. რაც არ უნდა ზონრები გვეკიდოს, რაც არ უნდა ინიციაციები კონდეს მიღებული. არა, ну, ვიღაცა არის, რა თქმა უნდა, ხდება ამ ინიციაციების და ამ თქვა ფაქტიოგას საშუალებით, ვინც გაიწმინდება, კი ბატონო, ჩემ დიდი საყვანისცემა, მაგრამ რა ვიცი, მე მგონი რეალურად ესეა, რომ ძალიან ცოტანი არის ამაღლებული და გალაუ შუდრას ამბავა. ფაქტიურად ყველა შუდრება თუ არ დაბადებული ფაქტიურად რა, იმიტომ რომ არც ეც არ აქვს ну, ისეთი აბსოლუტური დროა ერთ სიტყვით, ხო. ხო, აი ამიტომ წმინდა სახელის გემოს თუ ვერ გზნობ და ამ ყველაფერს რაც აქ წერია, საერთოდ ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია და ასეა საუბარი აქ პირველად მესმის კი არა, ну, აი მე ეს არ გამომიცდია, ხო, ეს ექსტაზები, ეს კრიშნას სიყვარული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, ეს იმიტომ რომ არასწორად ვიმეორებ წმინდა სახელს, არა ყურადღებით. აი ხა ნახეთ, ეს დავამთავროთ დღეს ამ კომენტარებით და ზუსტად ამაზე იქნება საუბარი ბოლო აბზაცი. წმინდა სახელი და უფალი არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ეს გარემოება კარგად ესმით მათ, ვინც ბოლომდე იხსნეს თავი მაიას მარწუხებიდან. ეს ცოდნა, რომელიც სულიერი მოწვით წყალობით მიიღება, უმაღლეს ტრანსცენდენტულ საფეხურზე აღმართავს სოციალ არსებას. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ თავის სრულად დაახასიათა, რამე თუ სულიერი მოწვის თავშესაფრის მიღებამდე მისთვის უცნობი იყო შემდეგი. უბრალოდ წმინდა სახელის გალობის პიროვნება ყოველგვარ მიწიერ პირობითობაზე ამაღლდება. როგორც კი სულიერი მოწვის ერთგული მიმდევარი გახდა და მისი შეგონებები დაიწყო ცხოვრება, ხსნის გზა თვალნაცვლივი გახდა მისთვის. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მიერ ჰარე კრიშნა მანტრის გალობა ყოველგვარ შეურაცხყოფას მოკლებულია. ასეთი შეურაცხყოფა კი 10 სახი შეიძლება იყოს და ესენია: პირველი, უფლის ერთგულის შეურაცხყოფა; მეორე, უფლისა და ნახევარ ღმერთების ერთმანეთთან გატოლება ან მრავალი ღმერთის არსებობის აღიარება. მესამე, სულიერი მოწვლის მითითებათა უგულებელყოფა. მეოთხე, წმინდა წერილების ვედების ავტორიტეტის არაღიარება. მეხუთე, ღმერთის წმინდა სახელისადმი ახლებული განმარტების მიცემა. მეექვსე, გალობის ხარჯზე ცოდვების ჩადენა. მეშვიდე, უფლის წმინდა სახელთა ძალაზე ურწმუნოებთან საუბარი. მეერვე, წმინდა სახელის გალობის მიწიერ კეთილქმედებასთან გატოლება. მეცხრე, წმინდა სახელთა უყურადღებოდ გალობა და მეათე, წმინდა სახელის გალობის მიუხედავად მიციერებაზე მიჯაჭვულობის შენარჩუნება. ჰარე კრიშნა. აქ დავამთავროთ დღევანდელი ლექცია. შემდეგ ლექცია იქნება 74 ლექსიდან, ჩავინიშნავ, რომ აღარ შემეშალოს. და ხომ არ აქვს რაიმე შეკითხვები ან კომენტარები? ნანდა პრიაპრაფ. დიახ.
ჰარე კრიშნა, უღრმესი მადლობა. Hare Krishna. საინტერესო ლექცია იყო და ეს ძალიან ის არის რა საინტერესო მოსასმენია ეს ისტორიები. აი ერთს ჩაგეკითხებით, თქვენ თქვით რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თავმდაბალი. ანუ და იქაც აი შიქშაშაკას მესამე ლექსით წერია რომ უნდა იყოს ადამიანი თავმდაბალი იმას უჩაში დაგდებულ ჩალაზე უფრო თავმდაბალი უნდა იყოს მოკლედ და აი როგორ რას ნიშნავს თავმდაბლობა და ზოგადად მე ახლა კონკრეტულად მაინტერესებს აი წიგნების გავრცელებისას ჩვენ ხშირად როდესაც გავდივართ ხოლმე წიგნების გასავრცელებლად ესე აი ვიღაცას რომ მივაწვდით წიგნს რაღაც რატომღაც არ ვიცი ესე თავს თვლი მე ყოველ შემთხვევაში რომ აი თითქოს მე რაღაცას წარმოვადგენდე რა ხო და რას ნიშნავს თავმდაბლობა და კონკრეტულად აი გარეთ ჩემ შემთხვევაში გარეთ წიგნების გავრცელებისას როგორ გამოვლინდება ეს თავმდაბლობა მადლობა დიახ ხო ну ჩვენ შეიძლება თავდაბლობა გქონია რომ აი ესე უნდა ვიყოთ აი ესეთი მდგომარეობა მანდა მაინც ერთადერთი გამოხატულება თავდაბლობის ეს ну გარეგანი ფორმა რა თქმა უნდა ყოველთვის არ ნიშნავს თავდაბლობას იმიტომ რომ გააჩნია რას და როგორ ვაკეთებთ ხო ზოგჯერ არ არის საჭირო მაგალითად შეიძლება თავდაბალი იყო მაგრამ мама მაგალითად შვილთან თავდაბალი ვერ იქნება ხო ესე იმიტომ რომ ზოგჯერ мама მამის როლში უნდა იყოს შვილთან და ასე შემდეგ ამიტომ ძალიან პრაქტიკულები უნდა ვიყოთ რა მე მგონი ეს თავდაბლობის მომენტი არნიშნავს იმას რომ რაღაც ხელოვნურობაში გადაგვივიდეს ხო ძალიან ჩვეულებრივად უნდა ვიყოთ უბრალოდ ყველა არ არის ესე ბუნებით ესეთი ძალიან მორიდებული მანდა მაინც მორიდებულობას არ ნიშნავს ზოგი არის ბუნებით მორიდებული ზოგი არის პირიქით აი ესე რა ქვია ინადვენტური რო ქვია ზოგი ინტროვერტული უბრალოდ ქართულად ან ექსტროვერტული ხო ზოგი ტიპი ასეთი ძალიან სულ ხმაურობს და სულ ხალხში იმას არ ჭირდება ის ითამაშოს და გახდეს რაღაცა თავდა ისა რა ქვია მას ესეთი რა ქვია მაგას მე თავიდან მომივარ და მორცხვი და რა თქმა მორცხობა არ არის მანდა მაინც რა თავდაბლობა ნიშნავს რომ შენ იცი თავდაბლობა როცა მოდის თავისით მოდის რა ეს ისეთი მდგომარეობა რომელიც რომელსაც ვერ ითამაშებ მე ვიტყოდი ერთ რამეს რომ ვიყოთ ბუნებრივები ყოველთვის ვეცადოთ რომ უნდა ვილოცოთ რომ აი ეს მდგომარეობაში მივიდეთ ამ მდგომარეობამდე აი ძალიან ძნელია რა ეს ხელოვნურად ითამაშო. შეგიძლია ითამაშო, მაგრამ ძალიან არა ეს არის რა, არა გულწრფელი მდგომარეობა იქნება. ხო, აი თუ ვილოცებთ პირიქით, რომ აი მოდი აი წმინდა სახელს შეგვიფარე წმინდა სახელს, შემიფარე ჩაიტანა მაჰაპრაბჰუ გურუ პარამპარა შემიფარე, გამიგეთ, აი რაღაცა ესეთი აი მასწავლეთ, გამიგე, აი ყველაფერი თავისით მოვა რა. ხო აი მე მგონი ხელოვნური თამაში ამისი ძალიან ძნელია. ამიტომ ურთიერთობებში მაგრამ ქუჩაში რომ გადიხარ ეხლა ძალიან მორისტო თუ მორცვი თუ ხარ არავინ შენგან წიგს არ აიღებს ხო მართალია ეს მანდამაინც არ ნიშნავს თუ თავდაბალი არ ახარ თუ კი თამამად დაელაპარაკე პირიქით აი ესე ძალიან წყნარად თავაზიანად ну თავაზიანები უნდა ვიყოთ ყოველთვის ჩვენგან უნდა მოდიოდეს კულტურულობა ესე ასე თქვა აი საქართველოში როგორც ამბობ კარგო ჯახში გაზრდილი ხარ რო იტყვიან ხო ხო ესე იგი აი როცა კარგად იქცევი რა კარგი ქცევები და კარგი დილობა თავაზიანობა ყოველთვის ამბობენ რა შენ რა კარგო ოჯახში ყოფილხარ გაზრდილი აი ესე უნდა ვაჩვენოთ რომ ჩვენც ძალიან კარგო ოჯახში ვართ გაზრდილი ანუ შვილა პრაბოდას შვილები და ასე შემდეგ ხო ხო აი მე მგონი ჯობია რომ აი ვილოცოთ აი წმინდა სახლში შევაფარო თავი მე ეს თავისთავად მოვა რა ეს თავდაბლობა ამას იგზო უბრალოდ მიხვდები რეალობას უბრალოდ დაინახავ რეალობას და რეალობა ეს არის რომ ისახარ რა აი დამოკიდებული ხარ კრიშნას წყალობაზე თავიდან ბოლომდე მას შეძლები თავდაბალი მე ესე მგონი
Hare Krishna, უღრმესი მადლობა. Hare Krishna. რა ვიცი, კარგი ხალხო, მაშინ დავასრულოთ დღეს და ნანდაპრია პრაბჰუ, მე მგონი აქ გაქვთ კითხვა იმიდან, რა ქვია, чатიდან. Вы хотите спросить, да? Ага. Да, слушаем вас. Спасибо за лекцию интересную. Спасибо. Дело читания Махапрабху. У меня вот такой вопрос, что говорится, что перед духовным учителем должны быть последним глупцом. Но с другой стороны задать очень разумные вопросы. А как вот две такие стороны быть и очень разумным и очень глупцом? ხო გაიგეთ ხომ კითხვა, მადლობა. კი, გადავთარგმნე ქართველებისთვის, ესე იგი ერთი მხრივ სულიერ მოძღვრის წინაშე უნდა იყოს სულელი, ასე თქვა და მეორე მხრივ უნდა დაუსვა გონიერი კითხვები. კარგი, გადავთარგმნე ხო შენ პარალელურად? რა თქმა უნდა, მე გადავთარგმნე პარალელურად. დიდი მადლობა, ხო, ჭკვიანური კითხვა ნამდვილად გონივრული. ერთ სიტყვით სულიერ მოძღვარს არ სიამოვნებს, როცა მოწაფე არის უმწეო და ანუ აი ესეთი ცოტა დაბნეული რა, ანუ ის რომ ნათქვამია რომ სულიერ მოძღვრის წინაშე უნდა იყოს სულელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი მთელი შენი გონი, უბრალოდ არასდროს არ ჩათვალო, რომ ძალიან ჭკვიანი ხარ, მაგრამ ანუ მასზე ჭკვიანი ხარ. შენ უბრალოდ მის წინაშე ხო ეს როგორი მომენტია ხო? ცოტა ისეთია, მეც აი როგორი ის მოვიყვანა მაგალითი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ну სულიერ მოძღვრის წყალობის ისა ვართ რა, წყალობისგან ვართ შექმნილი, მოდი ესე ვთქვათ. ხო, ანუ არასოდეს არ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერ მოძღვრიდან სწავლობთ, რაც არ უნდა გითხრას სულიერ მოძღვრმა, ძალიან ყურადღებით მოусმენთ და ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ მას გონივრული შეკითხვები დავუსვათ. პირიქით მას გაუხარდება, როცა ხედავს, რომ ესე იგი მოწაფე თავის ფეხებზე კარგად დგას, ორ ფეხზე მხარად დგას, დამოუკიდებელია, მაგრამ უბრალოდ არ უნდა გავამაყდეთ და რაღაცა სულიერ მოძღვრის წინაშე ყოველთვის უნდა ვიყოთ სასიამოვნო, ასე ვთქვათ, მსახურები მისი რა, მე ასე ვიტყოდი. რა ვიცი თუ რა ვიცი ესე მარტივად თუ შეიძლება, მე ასე ჩამოაყალიბებდი. ანუ ესე იგი ბევრი მაგალითი არსებობს რა, როცა ანდა ესე იგი აი სულიერ მოძღვრის წინაშე ზედმეტად ჭკვიანად რომ მოგაქვს თავი. ერთი ძალიან ძველი სანიასია რა, რომელიც დღემდე სანიასია, ძალიან ისეთი კარგი და ის ამბობდა, რომ თითქოს რაღაცის ჭირდა რა, სულ ერეოდა შილა პრაბჰუპადას საუბრებში და ნუ აი აწუხებდა ამითი რა, ანუ ესე იგი რაღაც ეხლა ვეღარ მიხსენებ ისეთ მაგალითებს ამის ილუსტრაციისთვის, მაგრამ ნუ აშკარად არ სიამოვნებდა შილა პრაბჰუპადას ეს რა, უდრო დროს რაღაცას იტყოდა ხო, ანუ ეს აი შინაგანი გონიერება ძალიან მნიშვნელოვანია რა. შინაგანი გონიერება, როცა გააქვს ადამიანს ძალიან კეთილგონიერება და ღრმად გონიერი ხარ, მოიქცევი ძალიან თავდაბლად და პლუს ძალიან გონივრულად ხარ. და ყველაფერს გააკეთებ ისე, როგორც სულიერ მოძღვარს სიამოვნებს. მაშინ ერთდროულად ყოველთვის იქნები დაკვირდებულ მდგომარეობაში და პლუს ყოველთვის იმოქმედებ ისე, რომ სულიერ მოძღვარს შენი საქციელით, შენი შეკითხვებით, შენი სიტყვებით სიამოვნება მეანიჭო. ეს იქნება იდეალური. თავდაბლად, მაგრამ ღირსეულად. ხო, აი ეს, ხო, აი ეს ისე თავდაბლობა, ხო, არ უნდა დავკარგოთ გონიერება, ნუ რაღაც
სისულელებში არ უნდა გადავიდეთ ყველა რაღაცა. ხო, ასე რაღაცა. ეს ალბათ მაშინ ხდება, როცა თამაშობს ადამიანი თავდაბლობას. სინამდვილეში თავდაბალი სხვანაირად იქცევა. კი ბატონო, ნამდვილი თავდაბლობა სულ სხვა ის არის რა. ესე იგი, ნამდვილი თავდაბალი ადამიანი არ ფიქრობს. ღირსების დაკარგვას არ ნიშნავს თავდაბლობა. არა, ხო, არა, რა თქმა უნდა. ასევე იმას რო აი თქვათ, მე რაღაც ცუდი ვარ, საშინელი ვარ, თვითგვემის მომენტიც ეს არ ნიშნავს თავდაბალი, ეს უნდა გახდეს რა. მე არაფრის ღირსი არა ვარ, არაფერი, ნუ ეს პირიქით შენ ხვდები რომ შენ ხარ სულიერი ცოცხალი არსება, თავისუფლები მთელი კომპლექსებისაგან, მთელი რაღაც ბლოკებისაგან და აი ძალიან გახარებული ხარ, მაგრამ ყოველთვის გახსოვს რომ ეს ყველაფერი კრიშნას და გურუს წყალობით არის. კი, აი ეს არის მთავარი, რომ თუ რამეს წარმოვადგენთ, ეს წყალობა გურუსი. კი, ნამდვილად. ხო, აი ეს თვითგვემა და მე ცუდი ვარ და არა ვარ არაფრის ღირსი და აი მე უნდა დავისაჯო და რაღაც ეს ძალიან დაბალი დონის ის არის, ეს არასწორი, ეს აბსოლუტურად სულიერ არასწორი შეხედულებებია. და პარადოქსულია, ხო, როგორ გინდა ეს ორი რაღაც შეუთავსო ერთმანეთს, მაგრამ გონიერი ადამიანი ამას მithდება. მადლობა ნანდაპრია პროფესორ. მადლობა. კარგი ხალხო, რა ვიცი, დავამთავროთ. მაშინ აბა ჰარე კრიშნა. კარგს გისურვებთ. Hare Krishna, madloba Nandapriya Prabhu. აბა კარგად. Nandapriya Prabhu ki jai. 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 Hari bol.